მაის სავალუტო ჯიხურებზე გაცემულ ლიცენზიებს ვადა გაუვდათ და მათი ფუნქციონირება მხოლოდ ახალი ლიცენზიებით გახდა შესაძლებელი. შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი 18 ვალუტის გადამცვლელი ჯიხურიდან ლიცენზია ჯერჯერობით არც ერთ ჯიხურს არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, გორის ბაზარში ვალუტის გადაცვლა ჯიხურებში ჩვეულებრივი ტემპით გრძელდება. მაინც მუშაობ ერთი ორი დღე კიდე გადახციეს რომ რაღაცა იყონეთ. ეგრე მოусმინე ტელევიზორში. აი იქნება როგორ იქნება შევხედავ თვალებს. როგორც ხედავთ მუშაობთ? რატომ? რატომ მუშაობენ ხოლმე? კანონის მიხედვით არ უნდა მუშაობდეთ. ჯერჯერობით კანონებს არ ვემორჩილებით როგორც. ლიცენზიის ახალი პირობების დაკმაყოფილება სავალუტო ჯიხურის მეპატრონეებს 5000 ლარამდე უჯდებათ. ამ თანხის სიდიდის გამო მათი დიდი ნაწილი ახალი ლიცენზიის აღებას ვერ შეძლებს და იძულებული გახდება ჯიხური დაგედოს. როგორც თვითონ ამბობენ, დღევანდელი ხელისუფლება მათ არსებობის ყველა საშუალებას უსწრებს და მათი აგრესიის მიზეზით უმუშევრად დარჩენის ჯიშია. ეს უნდა აჩვენოთ შევალდებს და მასვენო რომ ხარსად 15-20 სულებას არჩელი და დაგვდებს ჩვენ ეს საწყალხო. ადრე რო გასცეს ლიცენზიები ხო იყო დაშამული ჩაულებრივად და ეხლა რა ვიცი უფრო ცივილიზაციო მაგრამ სად არის არა ხარსა კი გააკეთებს რატო უკეთესი პირობები ექნება სიზუღი აკავტეში და იმაში ვარ და ხო უკეთესი იქნება გასწორ რომ დაждდება კაცი კაბინეტი ვიდექნება და უფრო სიზუღთავი იქნება მაგრამ არ არის თანხა არა ხო უნდა გააკეთოს მომართეს დაახლოებით 5-მა ფიზიკურმა ფირმა და 2-მა იურიდიულმა ფირმა რომლებიც ემზადებიან ლიცენზიის მისაღებად გარკვეული სამუშაოებს ატარებენ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერს არ მოახერხებს. გარდა ამისა, სავალუტო ჯიხურის მეპატრონეები თვლიან, რომ ახალი ლიცენზიების შემოღება გარკვეულ პიროვნებათა ინტერესებს ემსახურება, თუმცა ხელისუფლება სხვაგვარად ფიქრობს. ხდება წყალბეფული. ერთი და მეორეც არის შემთხვევები, როცა თლიანად ნადგურდება რა გარკვეული პიროვნებები და მე მოგონდებათ ხოლმე რა სახელმწიფო რო არსებობს და სახელმწიფო უნდა დაიცვას. და მანამდე არ ვფიქრობ, აი როცა თავის თავზე გადაიტანე გადასათავს. მე უკვე მიმართავენ რომ აი განცხადებები და მილიციაში და პოლიციაში. ამიტომ რომ დაზღვეული იყოს სახელმწიფო იცავს თავის პოზიციებსაც. თითოეული ადამიანი სახელმწიფოსგან უნდა იყოს დაცული ყველა შემთხვევაში. აქაც ამ შემთხვევაშიც ამ ოპერაციებშიც ხოლმე ადამიანების დაცვაზეა ლაპარაკი და არავითარი სხვა ინტერესები არ გააჩნია. სულ მალე შესაბამისი ორგანოები თავისი ფუნქციის შესრულებას შეუდგებიან და შიდა ქართლის რეგიონში ჯერჯერობით არც ერთი ვალუტის გადამცვლელი ჯიხური აღარ იფუნქციონირებს.